მოგესალმებით მეგობრებო. მინდა გესაუბროთ ისეთ საინტერესო ინსტრუმენტზე, Office 365-ის ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტზე, OneDrive-ზე, რომელიც გახლავთ ფაილების საცავი, ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ თქვენ განათავსოთ თქვენი ნებისმიერი სახის ფაილი და არა მხოლოდ განათავსოთ, არამედ გამოიყენოთ სხვადასხვა მიმართულებით. შეგიძლიათ აქედან გააზიაროთ ნებისმიერი ფაილი, აქვე იმუშაოთ ონლაინ ოფისში, Microsoft-ის ონლაინ ოფისში და ასე შემდეგ. მოკლედ OneDrive-ს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები. როგორ მოვხდეთ OneDrive-ში? ამისათვის ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს, რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ, გახლავთ ელექტრონული პოსტიდან, ასევე Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი მთავარი, მე ვიტყოდი, ინსტრუმენტი, ელექტრონული პოსტა Outlook-ი, რომელიც თქვენთვის ალბათ კარგად ნაცნობია. შევიდეთ ელექტრონულ პოსტაზე. ასე. შემდეგ, რა თქმა უნდა, ავტორიზაცია. შეგვაქვს პაროლი და ვახდენთ ავტორიზაციას. და აქედან, ახლა როდესაც გაიხსნება ჩვენი ელექტრონული პოსტა, აქედან ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ Office 365-ის ნებისმიერ ინსტრუმენტში, ხედავთ და ძირითადი ინსტრუმენტებისაგან შედგება Office 365, აქვე არის მისი ხელოვნური ინტელექტი, კოპილოტი, აქ ელექტრონული პოსტა, რომელიც ამჟამად გახსნილი, OneDrive-ი, ონლაინ Word-ზე მუშაობისათვის სივრცე, ანუ ონლაინ Word-ის ფაილების შექმნა, Excel-ის ფაილების შექმნა ონლაინ, ასევე PowerPoint-ი, OneNote-ი, SharePoint-ი, Teams-ი, ყველასათვის კარგად ნაცნობი, Sway, შესანიშნავი საპრეზენტაციო პროგრამა, Forms-ი, სადაც შეგიძლიათ შექმნათ კვიზები, ტესტები, სხვადასხვა გამოკითხვების ფორმები შექმნათ აქ, მოკლედ ძალიან საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტია, Stream-ი, ასევე ვიდეო ფაილებზე მუშაობისათვის და კიდევ უფრო მეტი, თუ კი რა თქმა უნდა თქვენ გსურთ გაეცნოთ Microsoft-ის სხვა პროდუქციასაც, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ OneDrive-ზე. ნახოთ, კიდევ თავიდან ნახოთ, აქედან ერთ-ერთი საშუალება, თუ როგორ მოვხდეთ OneDrive-ში, გახლავთ ეს. და რა თქმა უნდა, OneDrive-ში სხვა გზითაც შეიძლება რომ მოვხდეთ. ნახეთ. Microsoft OneDrive-ი, კი ბატონო, ეხლა ეს როგორ რანაირად ნახეთ, მოდით გავავქმოთ ეს და ვნახოთ როგორ შეიძლება კიდევ სხვა გზით მოვხდეთ. ჩვეულებრივ ავკრიფოთ OneDrive, ნახეთ, OneDrive, მაგრამ როდესაც გვინდა რომ უშუალოდ პირდაპირ მოვხდეთ OneDrive-ში, ამ შემთხვევაში ასე OneDrive ერთად წერტილი live.com, გამოიტანა კიდევაც, ნახეთ, OneDrive.live.com. და ამ შემთხვევაში პირდაპირ მოვხდებით OneDrive-ში და მოახდენთ აქ ავტორიზაციას, რა თქმა უნდა, აგერ sign in, ანუ ავტორიზაცია. ხა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ხდება ეს, თუ დავაწყაბებთ sign in-ს, შემდეგ ეხლა მე პოსტა გახსნილი მაქვს ელექტრონული და დამჭირდება უბრალოდ პაროლის შეყვანა. ამას აღარ გავაკეთებ, ვისაც სურს ასე მოხდეს OneDrive-ში, ასეთაც შეიძლება ესე იგი OneDrive-ში მოვხედრა. ხა გახსნილია ჩემი OneDrive-ი, როგორც ხედავთ. და ახლა ჩემთან აქ ძალიან ბევრი ფაილებია, ვინაიდან დიდი ხანია მე მას ვიყენებ. მაგრამ ვისაც პირველად უხდება შეხება OneDrive-თან და პირველად იწყებს მუშაობას OneDrive-ში, მის გასაგონად ვიტყვი, ახლა აღწეროთ მოკლედ თითოეული ღილაკი,
როდესაც გადადიხართ OneDrive-ში, იხსნება პირდაპირ მთავარი გვერდი, ანუ ამ შემთხვევაში home. შემდეგ მეორე ღილაკი არის ჩემი ფაილები. ის რაც უშუალოდ მე შევქმენი, მე ავტვირთე, აი ეს ის ფაილებია, რომელიც უშუალოდ მე შემოვიტანე ამ სივრცეში, ან აქ შევქმენი, მე თვითონ, ყველაფერი ერთად არის დალაგებული აი აქ, ჩემი ფაილები. შემდეგ მოყვება მას ღილაკი გაზიარებული ფაილები. ყველა ის ფაილი, რომელიც თქვენ ვინმემ გაგიზიარათ. იმ მიზნით, რომ თქვენთ დომა გქონოდათ ამ ფაილებზე. გაგეხსნათ, დაგეთვალიერებინათ, გადმოგეწერათ და ასე შემდეგ გაზიარებული ფაილები. ხა თუ დავაწყაპებ ამ ფაილებს, აქ იქნება ყველა ის რესურსი, რომელიც ჩემთან გაზიარდა ამ წლების მანძილზე, თუ ეხლა ძალიან დიდი სივრცეა, მეგობრებო, ეს. თავდაპირველად იყო 1 ტერაბაიტი, მაგრამ ეხლა 1 გიგაბაიტია, მაგრამ 1 გიგაბაიტი საკმაოდ ტერაბაიტი უკაცრავად, ტერაბაიტი ძალიან დიდი სივრცე გახლავთ, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ნებისმიერი სახის ფაილი, მაგრამ აქ მნიშვნელობა რა სახის იქნება ეს, ვიდეო იქნება, სურათი იქნება, Word-ის დოკუმენტი იქნება თუ PowerPoint-ის პრეზენტაცია, ასე რომ ყველანაირი სახის ფაილი შეგიძლიათ შემოიტანოთ აქ. ხა თუ ჩემ ფაილებში შევალ, ამასაც გიჩვენებთ, ნახეთ ეხლა აქ არის ყველა ის ჩემი შექმნილი, როგორც გითხარით. დალაგებული საქაღალდეებში, რაც საქაღალდეებით არის ატვირთული და ასევე არის ჩვეულებრივი ფაილები, აგერ Excel-ის ფაილები, Word-ის ფაილები და ასე შემდეგ დალაგებულია, რა თქმა უნდა, ამბანის მიხედვით და ასე შემდეგ. მოკლედ აღარ გავაგრძელებ. გაზიარებულ ფაილებზე გითხარით, ეხლა თქვენ შეგიძლიათ რომ შექმნათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაილების განყოფილება ცალკე. აი favorites, ანუ თქვენთვის ყველაზე უფრო მეტად აი ყოველდღიურად რომ გჭირდებათ და იყენებთ მას, აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აქ შემოიტანოთ აი ეს ფაილები, რომელსაც აი ნახეთ არც თუ ისე ბევრია აქ, ხო? მე შემიძლია დავამატო და შემოვიტანო, ან მოვნიშნო, როდესაც ვარ აი ამ ფაილებში, თუნდაც ჩემ ფაილებში, ან მთავარ გვერდზე, ძალიან მარტივად ხდება ეხლა აი ამ ფეივორიტებში, ანუ ჩემთვის ყოველდღიურად საჭირო ფაილების ჯგუფში რომ მოხდეს, ეს როგორ მოხდება, ძალიან მარტივად მოხდება, თუნდაც აი აქედან ვცადოთ, ავიღოთ ნებისმიერი, აი ესე იგი და შემდეგ ჩამოვშალოთ და აი თუ ამ ღილაკს დავაწყაპებთ, მთლიანი ეხლა აი ეს საქაღალდე, რაც მონიშნული მაქვს. თუ ამ ღილაკს დავაწყაპებთ, მოხდება იმ ჩემთვის ყოველდღიურად საჭირო განყოფილებაში, ანუ favorites. აი კი ბატონო, ნახეთ აი ვარსკვლავი გამოგდა და ეხლა ეს attachments, ანუ აქ არის რაღაცა ატვირთული ფაილები და ვნახოთ ეხლა აი თუ ჩვენ გავალავართ favorite-ებში ამ განყოფილებაში, აი ნახეთ დაემატა attachments და ვნახოთ ეხლა ეს რა არის. არის ვიდეოებია ძირითადად. კი ბატონო. აი ასე შეგიძლიათ გადმოიტანოთ, რომ ბევრი რო არ ეწებოთ და ახლოს გქონდეთ ყველა ის თქვენთვის ყოველდღიურად საჭირო ფაილებია, დოკუმენტებია, რაც არის მოკლედ. შემდეგ არის უკვე აი ეს სადაც ხდება ჩვენს მიერ წაშლილი ფაილები, აქ რასაც წავშლით OneDrive-ის სივრცეში მოხდება აი აქ. ეს თქვენთვის კარგად ნაცნობია. და აგერ ეხლა აი ესე იგი ამ შემთხვევაში მე ხშირად ვასუფთავებ ხოლმე ამას და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ, რადგან აქ თუ თქვენ აქ ესე იგი წაშალეთ ფაილი, ის არ იშლება საბოლოოდ, მეგობრებო, და ხდება აი აქ. აი აქ ხდება, რომელშიაც შემდეგ უნდა შეხვიდეთ და წაშალოთ საბოლოოდ, რადგან თუ ახლა აქ ბევრი დაგროვდა ასეთი ფაილი, შემდეგ OneDrive ვეღარ მუშაობს უკვე გამართულად. ამიტომ პერიოდულად უნდა შეამოწმოთ აი ეს. უნდა შეამოწმოთ და ნახოთ, მონიშნოთ და საბოლოოდ წაშალოთ. ნახეთ აი delete და აი
ის უკვე საბოლოოდ წაშლა არის და ვეღარ აღადგენთ ამ ფაილს. კი ბატონო, მე წავშლი ახლა ამას. და აი მორჩა სუფთა არის ესა. იმისათვის რომ გამართულად იმუშაოს და არ გადაიტვირთოს OneDrive. ეს რაც შეეხებოდა ღილაკებს. აი მე თქვენ გითხარით, რომ თქვენ შეგიძლიათ OneDrive-ში იმუშაოთ, შექმნათ აქვე ნებისმიერი Word-ის დოკუმენტი, PowerPoint-ის პრეზენტაცია და ასე შემდეგ. ხო, როგორ ხდება ეს? აი, მთავარი ღილაკი ეს არის პირველი, აი ეს პლუსი, create or upload. შექმნით ან გამოაქვეყნეთ. ნუ, შექმნით, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ სივრცეში უშუალოდ თქვნით. შეგიძლიათ შექმნათ საქაღალდე, ნახეთ. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ფაილი და შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ პირდაპირ საქაღალდე. აი, როდესაც მინდა Word-ის დოკუმენტის შექმნა, კი ბატონო, დავაწყაპებ და შევქმნი Word-ის დოკუმენტს აქვე, ასევე Excel-ის დოკუმენტს, ასევე PowerPoint. ნუ დავაწყაპოთ და ვნახოთ. ჩვეულებრივად, როგორც Word-ში მუშაობთ, offline, ანუ ის რაც თქვენ დაინსტალირებული გაქვთ Office-ი. ალბათ, სავარაუდოდ ყველას უნდა გქონდეს დაინსტალირებული Office-ი, რადგან ყოველდღურად გვიხდება ჩვენ მასთან შეხება, ქმნით ან Word-ის დოკუმენტს, ან თუ გახსნა მინდა, იმ შემთხვევაშიაც საჭიროა, ისე არ გაიხსნება არც ერთი დოკუმენტი, არც Excel-ის, არც PowerPoint-ის და არც თუ Office-ი არ არის დაინსტალირებული თქვენს კომპიუტერებში, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია online Office-ზე. Online Office-ზე, რომელიც აი OneDrive-ი გაძლევთ მაგის საშუალებას, რომ იმუშაოთ online Office-ში. და ნებისმიერ ადგილიდან, სადაც არსებობს ინტერნეტი, თქვენ არ გჭირდებათ თქვენი კომპიუტერი, ამ შემთხვევაში ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არსებობს ინტერნეტი, თქვენ შეგიძლიათ ცდომა გქონდეთ აი ამ online Office-ზე, online PowerPoint-ზე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალი, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიმართლებს ხოლმე ის მეხსიერების ბარათები და ასე შემდეგ და საჭირო შემთხვევაში გღალატებთ და აი ეს არასოდეს არ გიღალატებთ, აი აქ მოგროვილი ფაილები ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი ქალაქიდან და ასე შემდეგ, სადაც არის ინტერნეტზე ცდომა და გააქვთ რაიმე მოწყობილობა, რაიმე ან კომპიუტერი, ან ტაბი, ან ტელეფონი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა აი ამ საშუალებიდან, ყველა აი ამ მოწყობილობიდან შეგიძლიათ დავკავშირდეთ OneDrive-ს, თქვენს პირად OneDrive-ს, აი ამ სივრცეს და ნებისმიერი ფაილი გადმოწეროთ კიდევაც და პირდაპირ აქედანაც გახსნათ და ასე შემდეგ. მოკლედ, Word-ის დოკუმენტი ჩვეულებრივად იმუშავებთ, აი აქ Word-ში ახლა მე არ დავიწყებ აქ მუშაობას, რა თქმა უნდა, ნახეთ, აი ჩვეულებრივად როგორც Word-ში მუშაობთ, აქაც ისევე იმუშავებთ, მაგრამ ამას აქვს უპირატესობა ის, რომ აქ შექმნილი ფაილი შენახვაც არ ჭირდება, თვითონ ინახავს ავტომატურად. თუ თქვენ არ წაშალეთ თქვენ თვითონ. კარგით, ახლა აქ Word-ის ფაილზე მუშაობა მე მგონი ყველასათვის ნაცნობია. და როგორ ხდება ეს, ამას რა თქმა უნდა, ეხლა ამაზე არ დავკარგოთ დრო. ასევე ნებისმიერი ფაილი, მეგობრებო, როდესაც აწყაპებ პლუს ღილაკს, აგერ ასევე PowerPoint-ი შეგიძლია იმუშაოთ. ეხლა OneNote-ს ჩვენთან ნაკლებად იყენებენ, ჩვენ სივრცეში და ძალიან საკმაოდ ძალიან კარგი ინსტრუმენტი გახლავთ, ნუ Forms-ი და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. აი გამოქვეყნება ფაილის ან საქაღალდისა ძალიან მარტივად. აი ფაილების გამოქვეყნება აწყაპებთ ამ ღილაკს, როცა გამოქვეყნება გინდათ ამ სივრცეში და შემდეგ თქვენი კომპიუტერიდან საიდანაც გინდათ რომ გამოაქვეყნოთ აქ ფაილი, სადაც გეგულებათ, მოკლედ იმ დააწყაპებთ და რა ვიცი გამოვაქვეყნო ისეთი რამე ფაილი, რომელიც არ იქნება ძალიან დიდი მოცულობის და არ დაგვინებს ჩვენ ამაზე დროს. იყოს მაგალითად, აი კარგით იყოს აი ეს ფაილი, რომელიც გახლავთ PDF ფაილი და ვაქვეყნებ. აი ასე გამოიტანს. ახლა ეს ძალიან პატარა ფაილი იყო და გამოქვეყნდა.
აი ეს ფაილი. კი ბატონო, უკვე აქ არის და ის აუცილებლად მოხდება ჩემს ფაილებში ამ შემთხვევაში. აი მე თქვენ უკვე გითხარით დასაწყისში, რომ ჩემი ფაილები, აი ეს განყოფილება არის ან ჩემი შექმნილი, ან ჩემი გამოქვეყნებული ფაილები, უშუალოდ ჩემს მიერ. ეხლა აქ რომ მოვძებნოთ, ეხლა ამბანის მიხედვით აალაგებს და ნამდვილად ესე იგი, უბრალოდ ესე იგი, აი ჩვენ გვინდა PDF ფაილები, PDF ფაილი იყო. და ახლა ეს პრეზენტაციებია, ну, მეგობრებო, ახლა ძალიან ბევრი ფაილებია ჩემთან და კი ბატონო, აი ასედაც შეიძლება რომ მოძებნოთ თქვენი ფაილი, იწყებოდა how, აი ასე. კი ბატონო, აი ეს ფაილი გახლდათ, რომელიც მე how to use AI in the classroom ethically. აი ეს ფაილი იყო, არა აქვს მნიშვნელობა ახლა ეს რა იყო. მე მგონი კარგად ნახეთ როგორ შემოვიტანე, ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ საქაღალდე, მთლიანი საქაღალდე, თუნდაც 20 და 30 ფაილით საქაღალდეში. ნახეთ, აი აწკაპებთ პლუს ღილაკს და შემდეგ კიდეც შემოიტანოთ საქაღალდე, folder upload. და აი საქაღალდეებს ხედავთ და ნებისმიერი საქაღალდე ну, მოკლედ იყოს რომელიმე პატარა საქაღალდე, ოღონდ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფაილიც კიდე იყოს საქაღალდეში, მთლიანი საქაღალდე შემოდის ამ სივრცეში. ერთი დაწყაპებით. ეხლა აი აქ არის ძალიან ბევრი ფაილი, ვიცი და ესე იგი იყოს აი ეს საზოგადოებრივი მეცნიერებები ეს არის სტანდარტები. აი 9 ფაილია და მეკითხება, რომ მინდა თუ არა, რომ 9 ფაილი საქაღალდე თავისი 9 ფაილით აი აქ გამოქვეყნდეს. კი ბატონო, დავაწყაპებ და გამოქვეყნდება. უკვე არის გამოქვეყნებული აქ უკაცრავად, სხვა შემოვიტანოთ. უკვე ყოფილა გამოქვეყნებული. კი ბატონო. folder საქაღალდისა როცა მინდა folder upload. აი იყოს აქ ისე desktop-იდან, აი დიდი არ მინდა. აი იყოს, მაგრამ ესეც კარგი, ესე იგი, აი ეს იყოს კარგი. Microsoft სერტიფიკატები upload. 18 ფაილი ყოფილა upload. აი გამოქვეყნდება, არ არის ძალიან დიდი ფაილები და ამიტომ სწრაფად. კი ბატონო, ეს საქაღალდე. ისევ აი აქ ეხლა, ისევ ჩემ ფაილებში მოვძებნი ამას, ან კიდევ აი აქედან მოვძებნი, კი ბატონო. მაგრამ ყველა ჩემი ატვირთული ხდება ჩემს ფაილებში. და ეს ჩემი ფაილებია, საქაღალდეში უნდა მოვძებნო, იმიტომ რომ საქაღალდეები და ეს არის აი აქ საქაღალდეებში Microsoft-ის სერტიფიკატები. აი ჩავწეროთ აქა. ადვილად რომ ვიპოვოთ და ბევრი არ ვეძებოთ. აი ეს საქაღალდე, რომელიც ავტვირთე და გაიხსნება ეს 19 ფაილი იყო ამ საქაღალდეში და ჩემ ფაილებშია შეხედეთ, აი აქ უნდა ვიპოვო, როდესაც დამჭირდება შემდეგ და აი სად არის. ანუ მიხვდით როგორც ხდება ეს ყველაფერი ატვირთვა საკუთარი კომპიუტერიდან შემოტანა. ასევე მოხდება ტელეფონის შემთხვევაშიაც. ხა ტელეფონზე როგორ ვიმუშაოთ ტელეფონიდან OneDrive და როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი OneDrive-თან, ამაზე ცალკე გავაკეთებ ვიდეო ინსტრუქციას მობილური ტელეფონიდან უშუალოდ რომ კარგად გიჩვენოთ. მოკლედ, შემდეგ ნახეთ ეხლა აქ ფაილების შემოტანა გასაგებია როგორც ხდება და ნახეთ ეხლა როგორ შევქმნათ აქ საქაღალდე. Create or upload. ეს არის მთავარი ღილაკი აქ, როგორც უკვე მოგახსენეთ. და მინდა რომ შევქმნა საქაღალდე. აქ. კი არ შემოვიტანო, არამედ აქ შევქმნა. აი ვაწყებებ აი ამ პირველს საქაღალდეს და აგერ უკვე აქ შემიძლია მე შევქმნა ნებისმიერი საქაღალდე.
მე ხა იყოს რა აქვს ამას მნიშვნელობა რას დავარქმევ სახელწოდება თქვენი საქაღალდის რა იქნება იყოს ჩემი გადავიყვან ჩემი დოკუმენტები ასეთი საქაღალდი რო შევქმნა ჩემი დოკუმენტები და შემდეგ შეგიძლიათ მიანიჭოთ რაიმე ფერი რომელიც თქვენ მოგწონთ ამ საქაღალდეს იყოს მწვანე, მონიშნული და შემდეგ ღილაკი შექმნა create. ჩემი დოკუმენტები. ეხლა ეს რა თქმა უნდა ჩემ ფაილებში მოხდება ეს საქაღალდე აუცილებლად ჩემს ფაილებში. ეს გახსნილია ჩემი დოკუმენტები, ხო? აი, ნახოთ ეხლა ამბანის მიხედვით აი მეგობრებო, აი შეხედეთ. ეხლა ეს ცარიელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახალი საქაღალდეა, რომელიც ახლა შევქმენი და აქ შეგიძლიათ კიდევ იმიდან კომპიუტერიდან შემოიტანოთ უკვე ნებისმიერი ფაილი. ან აქვე შექმნათ მაგალითად Word-ის ფაილი, PowerPoint-ის პრეზენტაცია და ასე შემდეგ მოკლედ. ეხლა აქ როგორ შემოიტანოთ ფაილი ძალიან ჩვეულებრივად აწყაბებთ. ოღონდ ეს უნდა იყოს ეს საქაღალდი თუ თქვენ გინდათ რომ აი აქ მოხდეს. აი ამ საქაღალდეში უშუალოდ მოხდეს თქვენი ფაილები, ეს უნდა გახსნათ და გახსნილი უნდა იყოს აუცილებლად და შემდეგ გამოქვეყნება. აი file upload. ნუ ეხლა არა აქვს მნიშვნელობა მე აქ საჩვენებლად შემოვიტან ნებისმიერ ფაილს კომპიუტერიდან და ამ საქაღალდეში მოხდება. აი, იყოს თუნდაც ეს. აი, ნახეთ. ამ საქაღალდეში თუ მინდა რომ მოხდეს და ერთად მოვაღროვო ჩემი დოკუმენტები ამ OneDrive-ის სივრცეში, ეს საქაღალდე, რომელიც მე შევქმენი, უნდა გავხსნა და შემდეგ დავიწყო შემოტანა იმ ფაილებისა, რომელიც მინდა რომ ამ საქაღალდეში იყოს. აი, ასეა. ნუ დავხუროთ ეხლა ეს ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ ვიდეო ნებისმიერი სახის ფაილი მოაგროვოთ აქ მაგრამ ეხლა ეს ჩემი დოკუმენტები ნუ დოკუმენტებს შემოვიტანთ უკი საჭიროა რა თქმა უნდა ასეთი საქაღალდე რომ მქონდეს OneDrive-ის სივრცეში და წესით რატომ არის საიმედო იმიტომ რომ თქვათ წაგეშალათ კომპიუტერში შემთხვევით ხდება ხოლმე ასეთი რამეები ან კომპიუტერი გაფუჭდება და ასე შემთხვევით ისგანაც არავინ არა ვართ დაზღვეული და ამიტომ ეს სივრცე ყოველთვის საიმედოა მეგობრებო შემდეგ შეგიძლიათ აქედან გადმოვიტანოთ თუ აქ გექნებათ შენახული თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ამ სივრცეში ის არასოდეს არც დაზიანდება არც დაიკარგება და შემდეგ შეგიძლიათ აღადგინოთ კომპიუტერში გადმოიტანოთ გადმოწეროთ აქედან აი ასე ხდება საქაღალდის შექმნა უშუალოდ OneDrive-ის სივრცეში თუ როგორ შემოვიტანოთ კომპიუტერიდან ეს უკვე გიჩვენეთ. შემდეგ გადავიდეთ მთავარ გვერდზე. ეს გასაგებია მე მგონი, როგორ იქმნება საქაღალდე, შემდეგ საქაღალდეში როგორ შეგიძლიათ შემოიტანოთ ნებისმიერი ფაილი, ეგეც უკვე გიჩვენეთ. ახლა ყველა არ გიჩვენეთ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, გინდ ვიდეო შემოიტანთ, გინდ სურათებს შემოიტანთ, გინდ დოკუმენტებს და გინდ პრეზენტაციებს და ასე შემდეგ. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი OneDrive-ში. აი როგორ გავაზიაროთ აქედან ფაილები ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ადამიანებთან. მოკლედ ძალიან მარტივად უბრალოდ არსებობს რაღაც გარკვეული პრინციპი, რომელიც უნდა დავიცვათ თუ გვინდა რომ ჩვენ სწორად გავაზიაროთ აქედან ფაილები. ფაილების გაზიარება კი ძალიან ხშირად გვჭირდება კოლეგებთან, მეგობრებთან, მოსწავლეებთან და ასე შემდეგ. და რომ მათ ჰქონდეთ ამაზე წვდომა, ამისათვის სულ რაღაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გვახსოვდეს, როგორ გავაზიაროთ, რა სახით ვაზიარებთ ფაილს. რატომ? იმიტომ რომ საკმაოდ კონფიდენციალურია, დაცული სივრცე გაახლავთ, შედარებით ყველაზე უკეთ დაცული სივრცე გაახლავთ Microsoft-ის ეს სივრცე OneDrive და ამიტომ ძალიან მკაცრად იცავს Microsoft-ი კონფიდენციალობას და მე მგონი თქვენ თვითონაც კარგად იცით რამდენჯერ
გიხდებათ თუნდაც ელექტრონულ პოსტაზე დადასტურება რომ თქვენ ხართ და არა სხვა ნაცნობია ყველასათვის მე მგონი და აი აქაც ეს პრინციპი საკმაოდ მკაცრად არის დაცული გაზიარებას უგულისხმობ რომ სწორედ იმ ადამიანების ხელში მოხდეს ის ფაილები რომელსაც თქვენ აზიარებთ ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ როდესაც ასე მკაცრად უნდა ამ წესებს დაჩა ახლა ნახოთ რას ვსაუბრობ და რაზე ვსაუბრობ აი ახლა თქვათ მინდა ჩემი ისაქაღალდე გავაზიარო მთლიანი ისაქაღალდე შემიძლია გავაზიარო რა თქმა უნდა ანუ მანერას გაკვეთილის გეგმები ну ანარა ვიდეო ინსტრუქცია ანუ ახლა არა აქ ამას მნიშვნელობა ეს რა იქნება მანელა ჯაღელი სასწავლო რესურსი ხო მოკლე ის არ მინდა რომ ძალიან დიდი ბევრი ფაილები იყოს და დიდი მოცულობის იყოს რომ გიჩვენოთ Teams-ის შესახებ. კი ბატონო. აი თქვათ მე მინდა ახლა გავაზიარო აი ეს საქაღალდე, რომელშიც ნახოთ ერთი რამდენი ფაილია. ბევრიც არ არის. ხო, რაც არის. მოკლედ შემდეგ დავბრუნდები უკან და მე მინდა რომ მთლიანად გავაზიარო ეს საქაღალდე. მე Teams-ის შესახებ მინდაც მოვნიშნოთ აი ასე. შემდეგ აი ჩამოვშალოთ აი ეს და ღილაკი share გაზიარება. WhatsApp-ებთ ამ ღილაკს. და აი აქ არის სწორედ მნიშვნელოვანი რომ დავიცვათ ის პრინციპი, რომელიც საჭირო არის გაზიარების წესი, რაც კიდე დაარქვით, ანუ აუცილებლად უნდა დავიცვათ ეს წესი გაზიარების თუ გვინდა რომ ცდომა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უზიარებთ. WhatsApp-ებთ აი ამ ღილაკს და აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ აი ეს უნდა იყოს მონიშნული anyone ყველა ნებისმიერი ადამიანი ყველა აი ეს უნდა მოინიშნოს შემდეგ ღილაკი რომ ვადასტურებთ ამას apply და აი შემდეგ უკვე შეგიძლიათ დააკოპიროთ აი ამ ღილაკზე დაწყაპებით დააკოპიროთ და აი ახლა უკვე ნახეთ მწვანეთ არის ხანუ ახლა თქვენ შეგიძლიათ ვისაც კიდე გაუზიაროთ ნებისმიერ სივრცეში ყველას ექნება ყველა ადამიანს ექნება წდომა წდომა იმისათვის რომ ნახოს ეს ფაილი დაათვალიეროს და გადმოწეროს კიდევაც ხო აი ნახეთ ახლა ამას მე შემიძლია გავაზიარო ნებისმიერ სივრცეში აქედან წამოღებული ბმული გინდათ სოციალურ ქსელში, მესენჯერში, აი, სადაც თქვენ გსურთ, მოკლედ იქ შეგიძლიათ გააზიაროთ. ეხლა მე უბრალოდ გიჩვენებთ ამას, რომ სად შემიძლია, რა ვიცი, მოკლედ თქვენი გადასაწყვეტია, სად იყოს Facebook-ი, კი ბატონო, აი. ხო, იმ Facebook-ი ეხლა აქ რა თქმა უნდა აქედან ცოტა ნაკლებად ვიყენებ ხოლმე Facebook-ს და ამისათვის მთხოვს ოც აი კი ბატონო ეს კოდი მახსოვს აი აქედან მოკლედ შეიძლება გაუზიაროთ ჩვენს მეგობარს ვისმეს და ასე შემდეგ ეხლა ეს ძალიან ისეთი ის არის მარტივია ეს ყველაფერი, აი და ეს ბმული გაზიარდება. გავაზიარებ, კი ბატონო. ეს რაც შეეხება მესენჯერს და ასევე შეგიძლიათ რომ თქვენ გააზიაროთ ასევე Teams-ში, გააზიაროთ თუნდაც მეილის პოსტის საშუალებით გაგზავნოთ ეს ბმული და ასე შემდეგ, მოკლედ. ანუ მას არ ექნება არავითარი შეფერხება და ნებისმიერ ადამიანს ვისაც ექნება ეს ბმული, ყველა შეძლებს იმ საქაღალდის დათვალიერებას, გადმოწერას იქიდან ფაილების და ასე შემდეგ. ასევე ხდება თითოეულ ნებისმიერ ფაილზე, მეგობრებო, ცალკეულ ფაილებზე, არა მხოლოდ საქაღალდეზე, არამედ ნებისმიერ ფაილზე. აი, თუნდაც აი ეს რესურსია, სამის ნაცნობებიდან მკვიდრი წარმოდგენები, კი ბატონო, აი ეს ერთი Word-ის ფაილი, ასევე უნდა გააზიაროთ. აი როგორც საქაღალდე გავაზიარეთ, ასევე
უნდა გაზიარების ღილაკი. შემდეგ აი აქ შევდივართ, აი ამ ღილაკს ვაწყაპებთ და anyone არა, ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება დოკუმენტების აქ ხო აი ესეც კარგია, რომ ეს ვარიანტიც ნახოთ თქვენ. ამ შემთხვევაში people in EMIS, ანუ ვისაც აქვს teachers.gov.g ან mes.gov.g ასეთი ელექტრონული პოსტა, ის ადამიანები შეძლებენ ნახვას. მაგრამ ნახეთ, ადამიანები თქვენი შერჩევით. ეს თვითონ ავტომატურად მონიშნულია ეს ღილაკი. People our choose, ანუ ჩვენ ვინც გსურთ ის ადამიანები, ეკნებათ ნახვის უფლება. მაგრამ თუ ჩამოშლით თქვენ ამ ღილაკს, ნახეთ, შეგიძლიათ მონიშნოთ ღილაკი რედაქტირება. ანუ შეეძლებათ ამ ფაილში მუშაობაც. ამ ფაილის გადაკეთება, ჩასწორება, რედაქტირება, თუ კი თქვენ ამ ღილაკს მონიშნავთ. თვითონ ავტომატურად მონიშნულია can view, ანუ შეუძლია ნახოს, გადმოწეროს და ასე შემდეგ. ხო, ამ შემთხვევაში შემდეგ უკვე ვაწყაპებთ. ნუ ეხლა თქვენი გადასაწყვეტია, რომელი გინდათ, რედაქტირების უფლებით გინდათ, რომ გააზიაროთ თუ ნახვის და გადმოწერის უფლებით, აი იყოს can view, კი ბატონო, შემდეგ ღილაკი. დადასტურება და აი აქ უკვე ვწერთ. აი აქ ვწერთ უკვე მისამართს. ან თუ ახლა ავტომატურად არიან ესეთი ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც ჩვენ გვიხდება ურთიერთობა, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სულ სხვა მეილი ჩაწეროთ, იმ ადამიანის მეილი ჩაწეროთ, ვისაც გინდათ. ნუ ეხლა მე პირობითაც ჩავწერ, ეხლა ჩემ თავს გავუგზავნი. ხარ აქ მნიშვნელობა მაგას, იმიტომ რომ მე აი ასე შემიძლია გადავუგზავნო ჩემ თავს. აი ასე. და გავგზავნო ჩემ საკუთარ თავთან. ნუ ასე შეგიძლიათ გავგზავნოთ თქვენს მეგობართან, ან პირდაპირ ჩაწეროთ. სწორად თუ იცით, ესე იგი მისამართი ელექტრონული პოსტის, უშუალოდ ის ადამიანი მიიღებს მხოლოდ ამ ფაილს და ექნება წვდომა. წვდომა ისეთი, როგორცაც თქვენ მიანიჭებთ თუნდ რედაქტირებით და თუნდ მხოლოდ ნახვის და გადმოწერის ფუნქციით. აი გავგზავნე ჩემ თავს. კი ბატონო. აი ეს. და მოვიდა კიდევაც, როგორც ხედავთ, ჩემთან ეს წერილი. ანუ ეს, როგორ ვაზიარებთ ფაილებს, ამ პრინციპის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ თუ თქვენ ამ პრინციპებს არ დაიცავთ, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ვერ გახსნის, საერთოდ ვერ გახსნის და თქვენ მოგივათ შეტყობინება, რომ ეს ადამიანი ითხოვს ნებართვას. და შემდეგ შეგიძლიათ მიანიჭოთ ეს ნებართვა, მაგრამ თავიდანვე სჯობს, როცა გვინდა რომ გაუზიაროთ კოლეგებს ან ჯგუფში, სადმე გავაზიაროთ, თავიდანვე მივანიჭოთ ასეთი სტატუსი ჩვენს მიერ გაზიარებულ ფაილს. ეს უდეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა იმის შესახებ, როგორ გამოიყენოთ ეს სივრცე. დანარჩენი უკვე თქვენზეა, მოსინჯეთ, გამოიყენეთ, გააზიარეთ, მით უმეტეს თუ თქვენ გიხდებათ ისეთ, ესე იგი, სივრცეში ყოფნა, სადაც აუცილებელია ეს ყველაფერი, მით უმეტეს გჭირდებათ ასეთი საცავი, როგორიც გახლავთ ამ შემთხვევაში OneDrive. გისურვებთ წარმატებას.